ალბათ ყველას გსმენიათ, რომ თანამედროვე ევროპა თავისი კულტურით და ფასეულობებით ძველი საბერძნეთის პირდაპირ მემკვიდრეა. მოდით ამ გარჩევაში ერთად ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს და რეალურად რა დაგვიტოვეს ბერძნებმა. მოდით პირდაპირ დავსვათ ჩვენი მთავარი კითხვა. ვართ კი ჩვენ 21 საუკუნეში მართლა ძველი ბერძნების მემკვიდრეები? ამაზე რომ უპასუხოთ, მოდით ჩვენი ანალიზი იმით დავიწყოთ, რასაც ყოველდღე ვიყენებთ, ხანდახან გაუცნობიერებლადაც კი. ჩვენი სიტყვებით. მაშასე, ყველაზე თვალსაჩინო და პირდაპირ მემკვიდრეობა ესენაა. ის სიტყვები, რომლებითაც ჩვენ მეცნიერებაზე, ცოდნაზე და ზოგადად სამყაროზე ვსაუბრობთ, უმეტესწილად სწორედ ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს. ცხადია, ცოდნა ბერძნებამდეც არსებობდა. ეგვიპტეშიც, ბაბილონშიც. მაგრამ იცით რა გააკეთეს ბერძნებმა? მათ ეს ყველაფერი დაალაგეს. შექმნეს ერთგვარი კატალოგი, სისტემა, რომლითაც სამყაროს გაგება უფრო მარტივი გახდა. სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი იმ სამეცნიერო ენას, რომელსაც დღესაც კი ვიყენებთ. აი მაგალითად, გეომეტრია. რას ნიშნავს ეს სიტყვა? პირდაპირ თარგმანით დედამიწის გაზომვას, მაგრამ ბერძნებმა ამ დარგს უბრალოდ სახელი კი არ დაარქვეს, არამედ შექმნეს ლოგიკაზე დაფუძნებული მტკიცებულებების სისტემა, რომელიც დღემდე მათემატიკის ფუნდამენტია. გავაგრძელოთ. გეოგრაფია, ანუ დედამიწის აღწერა. ესეც ხომ გვიჩვენებს, როგორც ცდილობდნენ ისინი სამყაროს არა მხოლოდ გაზომვას, არამედ მის რაციონალურ, ლოგიკურ აღწერას. ეს იყო ცოდნის ორგანიზების გრანდიოზული მცდელობა. და ბოლოს ისტორია. თვითონ ის იდეა, რომ წარსულის კვლევა და ამბის მოყოლა ცალკე დისციპლინაა, ბერძნული სიტყვით მოგდის, ხვდებით? ჩვენ არა მხოლოდ მათი სიტყვები გადმოვიღეთ, არამედ ცოდნის დაყოფის და სტრუქტურირების მათივე მოდელიც. კარგი, გასაგებია, რომ ცოდნის სტრუქტურა მემკვიდრეობით მივიღეთ, მაგრამ რა ხდებოდა საზოგადოების სტრუქტურის მხრივ? აი აქ ბერძნებმა მართლაც რევოლუციური idეები შემოგთავაზეს. დემოკრატია. ალბათ ყველაზე ცნობილი ბერძნული პოლიტიკური გამოგონება. სახელიც კი პირდაპირ გვეუბნება ყველაფერს. დემოს ხალხი, კრატოს ძალაუფლება. ანუ ძალაუფლება ხალხს. მაგრამ აქ ერთი დიდი მაგრამ არის. ვინ ითვლებოდა ხალხად ძველ ათენში? აი შეხედეთ ამ რიცხვს. 400,000. დაახლოებით ამდენი ადამიანი ცხოვრობდა ათენში, როცა ის თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო. კარგად დაიმახსოვრეთ ეს რიცხვი, იმიტომ რომ შემდეგი სლაიდი ცოტა არ იყოს მოულოდნელ სურათს დაგვიხატავს. და აი ნამდვილი პარადოქსი. იმ 400,000 ადამიანიდან რეალური პოლიტიკური უფლებები ჰქონდა მხოლოდ 10%-ს. ანუ დაახლოებით 40,000 სრულწლოვან ათენში დაბადებულ მამაკაცს. ქალები, მონები, უცხოელები, მოსახლეობის 90% პოლიტიკური ცხოვრებიდან სრულად იყვნენ გარიღულები. აი ეს არის ჩვენი მემკვიდრეობის პირველი დიდი წინააღმდეგობა. თან ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ არსებობდა რაღაც ერთიანი ბერძნული მოდელი. ათენის დემოკრატიას ჰყავდა უდიდესი მეტოქე, სპარტა, სადაც სულ სხვა სისტემა, ოლიგარქია მოქმედებდა. იქ მართავდა მცირერიცხოვანი ელიტა, თანასწორთა თემი. პოლიტიკიდან მოდით გადავინაცვლოთ ხელოვნებაზე. ბერძნებმა გამოიგონეს რაღაც, რამაც საფუძველი ჩაუყარა მთელ დასავლურ დრამატურგიას. მათ შექმნეს თეატრი, როგორც სახალხო, მასობრივი სანახაობა. თვითონ სიტყვა თეატრიც ბერძნული თეატრონიდან მოდის, რაც პირდაპირ ნიშნავს სანახაობის ადგილს. უბრალოდ წარმოიდგინეთ ათასობით მოქალაქე, რომელიც ამ უზარმაზარ ღია ამფითეატრებში იკრიბებოდა. ეს არ იყო უბრალოდ გართობა, ეს იყო სამოქალაქო და რელიგიური რიტუალის ნაწილი. და სწორედ ბერძნებმა შექმნეს ის ორი მთავარი ჟანრი, რომელიც დღესაც ფაქტობრივად განსაზღვრავს ჩვენს კინოსა და თეატრს. ერთი მხრივ კომედია, რომლის მიზანიც მაყურებლის გამხიარულება იყო, და მეორე მხრივ ტრაგედია, რომელიც ძალიან ღრმა ემოციებს იწვევდა და ხშირად მთავარი გმირის დაღუპვით სრულდებოდა. გადავიდეთ ბერძნულ იდეალზე, ანუ როგორი უნდა ყოფილიყო სრულყოფილი ადამიანი. მათთვის ეს იყო ჰარმონიული პიროვნება, რომელიც ერთდროულად ავითარებდა გონებასაც და სხეულსაც. ბერძნებმა ფაქტობრივად შექმნეს ის, რასაც ჩვენ დღეს ჰოლისტურ განათლებას უწოდებდით. ინტელექტუალური სწავლა და ფიზიკური ვარჯიში მათთვის განუყოფელი იყო. საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი კი აგორა, ერთდროულად იყო ბაზარი, სასამართლო, პოლიტიკური დებატების ადგილი და სპორტული ასპარეზი. და რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები. ეს არ იყო უბრალოდ სპორტი, ეს იყო უდიდესი ეროვნული ფესტივალი, რელიგიური რიტუალი, რომელიც ყველა ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოს აერთიანებდა. იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მის პერიოდში ომებიც კი ჩერდებოდა. და ბოლოს მოდით შევეხოთ ბერძნების წარმოდგენას ღმერთებზე. მათი ღმერთები არ იყვნენ რაღაც შორეული, მიუწვდომელი ძალები. პირიქით, ისინი საოცრად ადამიანურები იყვნენ. ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდა ღმერთების მთელი პანთეონი, რომელსაც რა თქმა უნდა ზევსი მეთაურობდა. თითოეულს თავისი სფერო და ხასიათი ჰქონდა: ზღვები, ქვესკნელი, ოჯახი თუ სიბრძნე.
და ის სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო. მათ ღმერთებს უყვარდათ, სძულდათ, ეჭვიანობდნენ, უშვებდნენ შეცდომებს. მათზე არსებობდა უამრავი სათავგადასავლო ისტორია, რაც მათ ძალიან ახლობელს და გასაგებს ხდიდა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. და ასე, ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს თავდაპირველ კითხვას. განვიხილეთ სიტყვები, პოლიტიკა, ხელოვნება, იდეალები, მაშ ვართ ბერძნული ცივილიზაციის მემკვიდრეები? იცით პასუხი ალბათ არც კი არის და არც არა. შესაძლოა ჩვენ სრული მემკვიდრეები კი არა, უფრო შერჩევითი მოსწავლეები ვართ. ჩვენ ავიღეთ მათი დემოკრატიის იდეალი, მათი ფილოსოფია და ხელოვნება, მაგრამ ამავდროულად ვცდილობთ გამოვასწოროთ მათი დიდი შეცდომები, უთანასწორობა და ექსკლუზიურობა. გელოთ მემკვიდრეობა ხომ სტატიკური რამ არ არის. ის მუდმივი დიალოგია წარსულთან. დიალოგი, რომელსაც ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ.